Every 787 has Georgian parts. Wow. Made in Georgia parts. Made in It's Georgia. very მოგებაზე და აირანის საშუალო წვლიური ჩვენ პროექტებზე შესული ანალიზი შესული შესაბამისად გადაბანი ორი რომელიც გადაბანი ერთის about a very nice future together. Thank you very much and all the best. მოგესალმებით თქოს მეგობრებო. დიდი პატივია ჩემთვის მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. მე მინდა რამდენიმე სიტყვით აღნიშნო კიდევ ერთხელ საპარტნიორო ფონდის მნიშვნელობის შესახებ. მოგეხსენებათ კარგად, რომ საპარტნიორო ფონდი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც მე ვიტყოდი 100-ზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში და დღევანდელი ეს ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც აშენდა საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით ებრაულ კომპანიასთან ერთად. მე მახსოვს მაშინ ალბათ ეს ხდებოდა 8 წლის წინ დაახლოებით საბჭოთა ჩაუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას და დღეს ეს ქარხანა აწვის კომპანია Boeing-ს თვითმფრინავის ნაწილებს. კერძოდ მაგალითად Boeing 787-ის მოდელის ნაწილებს. რაც რა თქმა უნდა ძალიან სამოყვარლო ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა აი მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობაში და ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების. გარდა ამ პროექტებისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორც არის მაგალითად გარდაბნის ელექტროსადგური, ასევე მინდა აღნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი სასტუმრო რედისონ წინანდალი, ასევე საირმის სპა კურორტი, ბორჯომი ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე თუნდაც ჯინო ცენტრი რაბათში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პროექტი, რომელზეც ფონდი მუშაობდა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა მოგესალმებით თქვენ კარგად, რომ ფონდი აფინანსებს განვითარების საწყის ეტაპზე ბიზნესს და კაპიტალის მეთოდების გზით და ამ მხარდაჭერის შედეგი არის სწორედ ჩვენთვის ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვალსაჩინო პროექტები. სხვადასხვა დარგში იქნება ეს ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა თუ სხვა, თუ სოფლის მეურნეობა. დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს $1.8 მილიარდ. თუ გავითვალისწინებთ უშუალოდ ფონდის თანამონაწილეობა არის $250 მილიონზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული $1 ფონდმა დაახლოებით $7 ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიწვია, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. ასევე მინდა აღნიშნო, რომ საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასეულობით მილიონი ლარია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ასევე განხორციელებული პროექტებით 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დასაქმებული, მათ შორის ამ პროექტშიც. მინდა გამოვყო განსაკუთრებით სტარტაპ საქართველოს საქმიანობა, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიის ცალკე სტრუქტურა, მინდა აღნიშნო მათი ჩართულობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით. მოგესალმებით კარგად, რომ სულ ახალგაზრდა განხორციელდა ჩატარდა სტრუქტურული რეფორმა ფონდში. ბატონო დავითმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, გარკვეულწილად ჩვენ გვეგმავთ, მთავრობა აღარ იქნება წარმოდგენილი, მინისტრები აღარ იქნება წარმოდგენილი ამ ფონდის მართვაში. არამედ გვინდა, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს კორპორაციული
მართვა ფონდში და უფრო მეტი ფოკუსირება მოხდეს ზოგადად საინვესტიციო საქმიანობაში. აი ეს არის ჩვენი ხედვა ფონდის განვითარების შემდგომი განვითარების შესახებ. მე მინდა ბატონ დავითს მადლობა გადაუხადო ჩვენი მთავრობის სახელით გაწეული საქმიანობისთვის და მე მჯერა რომ იგი წარმატებით დააგრძელებს შემდგომ საქმიანობას ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადაუხადო. მე ვიცი რომ ძალიან კარგი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებ შემდგომ წარმატებებს. დიდი მადლობა.